ესე იგი თქვენ გინდათ გახდეთ პანტომიმის მსახიობი? ოცნებობს კიდევაც. კარგი. ყური დამიგდე. ამას სჭირდება ის ამბავი რომ თქვენი მოქმედებით უნდა გამოხატოთ პოზიცია. გაიგეთ? გასაგებია. აი მაგალითად მარტივი მოქმედებები. სიარული. აი მომბაძეთ, აი ასე. მაგალითად თოკის ამოზიდვა. მეორე ხელი მოზიდა. კარგია. ოჩახ. კარგია. აი მაგალითად კედელი. როგორ გამოხატოთ კედელი? კარგია, ძალიან კარგია. ეხლა მე მოგცემ თქვენ დავალებას. და მე რასაც ვიტყვი, თქვენ უნდა გაიმეოროთ. ოღონდ პანტომიმურად. მე რო გეტყვით გაიღიმეთ, თქვენ უნდა გაიღიმოთ. რო გეტყვი შეგეშინდა, შენ უნდა შეგეშინდეს. გაგიხარდა? გეწყინა. გაგიხარდა? გეწყინა. იყვირე. არა, კაცო, ჩუმად. პანტომიმურად იყვირე. ხო, პანტომიმურად. აი, იყვირება. იყვირე. ძალიან იყვირე. ძალიან. ფეხი დაგაბიჭეს, ფეხი. კარგია, ოჩა. კარგია. ახლა წარმოიდგინე რომ ხარ მოკრივე. და მარჯვენა ყბაში დაგარტყეს. შენ როგორც ქრისტიანმა მიუშვირე მარცხენა ყბა. იქაც დაგარტყეს. და შენ ხარ ილია. თოფურია. ხო. და გაგახსენდა რომ შენ ხარ ქრისტიანი. ალი. ოჩახ, კარგია. ეხლა შენ წარმოიდგინე ხარ შტანგისტი, ანუ ძალოსანი. ტალახაძე ხარ, ტალახაძე. გასაგებია მაგლობთ. ეხლა ვითამაშოთ ასე. შენ ხარ თევზი. უწყლოდ დარჩენილი თევზი. კარგია. ვირთხა ხარ. მშიერი ვირთხა. ბაძღარი ვირთხა. ეხლა მოდის ცხენის წელი. მოდი აბა ცხენს როგორ გააკეთე. ულაყი ცხენი. აბა. აბა ფაშატი ცხენი გამიკეთე. კარგია, მადლობა. აბა თუ გააკეთებ კუს. თავი გამოყო. შეყო. გამოყო. შეყო. გეყო. კარგია. აბა ლაპარაკს როგორ გამოყო. აი ბევრს ლაპარაკობ, ხო. გასაგებია, ძველი ბიჭი ხარ და ვიღაცას რაღაცას უმტკიცებ. ასაკი. აბა გურული როგორ ლაპარაკობს? რაჭველი. ასაკი. ისევ გურული ლაპარაკობს, ოღონდ ტელეფონზე გურული ცოლი გელაპარაკება.
თესინა შეიღო პანტომიმის მსახიობი ბიძინა მახარაძე.